გიორგი, მეგობარმა სესხზე თავდებში დადგომა მთხოვა და უარი უთხარი, ვიც ვიშინო ვიცი მოხერებს. სწორად მოქცეულ ხარ, მაგრამ რა იყო შენი мотиваცია? რატომ უთხარი უარი? ბანკში რო გავყევი და კრედიტ ოფიცერმა რომ მაგვიხსნა პირობები, მივხვდი რომ ის თუ ვერ გადაიხდი და მე მომიწევდა მსვლიანი სესხს გადახდა და არ უყავდა მზად. მართალია, თავდებობა არის იგივე პასუხისმგებლობა, როგორც სესხის აღება. თუ ძირითადი მსესხებელი ვერ იხდის, მაშინ თავდები პირი არის დაარჩენილ სესხის ძირზე მთლიანად პასუხისმგებელი. ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ნათესავს, მეგობარს თუ თანამშრომელს უარი ვერ უთხრა აღმოჩნდა პრობლემის წინაშე და მათ შორის შავ სიაშიც. მაგრამ თუ ანასავით თქვენ ვერ ახერხებთ პირდაპირ უთხრათ უარი, ერთ ხრიკს გასწავლით. მაგალითად, მიხვედით ბანკში და ვერ ეუბნებით იქ კრედიტ ოფიცერს, რომ არ გინდათ თქვა თავდებობა. გამოვართვით ტელეფონის ნომერი და შემდეგ დაურეკეთ და უთხარით, რომ იქ თქმა მოგერიდათ ახლობლისთვის, მაგრამ რეალურად არ ხარ მზად იყოთ თავდები ამ სესხზე და კრედიტ ოფიცერი შემდეგ რაღაც გზას გამონახავს, რომ ეს თავდებობა თქვენ აგაცილოთ თავიდან. ისეთი ადამიანის თავდებში შეიძლება იყო, ვის გამოც მზად ხარ, რომ სესხი გადაიხადო.